ემოციები მძლავრობს და მას შემდეგაც დაიჭირეს ნიკამელია ძალიან ბევრმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე Facebook-ის რამდენიმე მომხმარებელმა, იუზერმა, ჩემმა მეგობრებმა, ნაცნობებმა, ესე ვიყwi, დასვა კითხვა ასეთი და თავადვე გასცეს მე ამ კითხვას პასუხი, რა გადაგვარჩენსო. და უმრავლესობა ვინც ამ კითხვას სვამს, ამბობს, რომ ჩვენ გადაგვარჩენს მარტო ერთიანობა. მეც გულახდილად გეტყვით, ამ თავითვე ვიტყვი, რომ გონია რომ ჩვენ გადაგვარჩენს ერთიანობა. ჩვენ გადაგვარჩენს ერთიანობა დაფუძნებული გასიგრძეგანებაზე რა პრობლემების წინაშე ვდგავართ უშუალოდ ჩვენც მოქალაქეები, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები, თავისუფლების მსურველი მოქალაქეები, აგრეთვე რა პრობლემების კი არა კატასტროფის წინაშე იქნება ჩვენი სახელმწიფო. არის უკვე და მომავალში ხომ იქნება და იქნება, მით უფრო იქნება და კიდევ. რა გარდაუვალ უფსკრულში აღმოჩნდებიან ჩვენივე შვილები, თუ ჩვენ შვილები გვიყვარს, ჩვენ უკლებლი თითოეულმა ჩვენგანმა ყველამ უნდა გავიღოთ მაქსიმუმი საიმისოდ, რომ შვილები გადავარჩინოთ იმ გვარი სახელმწიფოს წოდებული რაღაც სივრცისაგან, რომლის გაკეთებასაც აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი. ერთიანობა, კვლავ შეერთდით, უგდებოდ ასე ვიტყვი, გავიხსენებ რა პოეტის სიტყვებს. ასევე ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ გადაგვარჩენს გასიგრძეგანება ხო ვთქვი და ერთიანობა ხო ვთქვი. გასიგრძეგანებაზე დაფუძნებული ერთიანობა ხო ვთქვი, მაგრამ ასევე გადაგვარჩენს კიდევ ერთი კომპონენტი დასავლეთის ხარდაჭერა, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არა, ჩვენზეც არის დამოკიდებული, განა არა, თუ ვიქნებით ერთიანი და ბრგედ ვიქნებით და ყარად ვიდგებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ გადავრჩებით მეთქი დასავლეთი დაგვიჭერს მხარს და დასავლეთი მოახრჩობს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს რაღაცა ფორმით, არც ვიცი როგორი ფორმით, მაგრამ მაინც ანუ მიათრევენ ამ რეჟიმს იმგვარ კომპრომისებამდე, როცა ესენი არა მარტო არჩევნებს დანიშნავენ, თუ ამათი არჩევნები დანიშნული არჩევნები მაინც და მაინც პანაცეა, ან და ასევე, რა ვიცი, ნებისმიერი კავშირი ჩავრთოთ შიგნით, შუაში, ამათ გაიყვანენ პოლიტიკიდან. გაიყვანენ და ბევრ მათგანს კი მე უკვე ჩვენ მივხედავთ, გავასამართლებთ რა, სამშობლოს ღალატის მუხლით ობიექტური სასამართლოს მიერ. იქნებიან გასამართლებულნი. ახლა სხვა ისტორიას კი ამბობთ. ერთიანობის თაობაზეა ეს ისტორია. ცოტა უცნაური გაგრძელება აქვს ჩემს პოლიტიკურ ვიდეობლოგს. მე დღეს ვიყავი პანაშვიდზე, ეს წინა ბლოგშიც ვთქვი და იქ ავტომობილის თაობაზე გიამბეთ. წინა მზღვრიშვილის ქუჩაზე. არც მოვთაგავ, არც გვარს არ ვიტყვი იმ ადამიანისა ვინც ჭირისუფალი იყო, სახელს გაგიფხილთ მხოლოდ შეიძლება არც. წინა მზღვრიშვილის ქუჩაზე ვიყავი, ჩემი სტუდენტობის მეგობრის ოჯახში, სოფო ქვია ჩემი სტუდენტობის მეგობარს. მისი მეუღლე გარდაიცვალა. გარდაიცვალას არასწორი სიტყვა ალბათ. დაიღუპა მოულოდნელად სახსალამათი კაცი. სახსალამათი კაცი, რომელიც 3 დღის წინ ცოცხალი იყო ხალხთან. მე ამ მის მეუღლეს დათოს არ ვიცნობდი. შორიდან თუ მსმენოდა მის შესახებ და ვისგანაც კი რამ გამიგია განსაკუთრებით ადრეულ წლებში, ხო, ყოველთვის აი ერთი კაცი არ შემხვედრია, რომელიც აზგარდაცრულზე აუქს მძიმეს იტყოდა. არ მახსენდება კი არა, არც არსებულა ამგვარი ადამიანი მგონი ქალაქში, მგონი კი არა, არ არსებულა. შორიდან ვცემდი პატივს მეთქი, ასე ვიტყვი, როგორც სოფოს მეუღლეს. ერთი-ორჯერ ქუჩაში შემხვედრია. მივსალნები ვართ ერთმანეთს, თავის დაკვირით და ოდენ. მხოლოდ მას ყავდა და ყავს სოფოსაც ძალიან დიდი სამეგობრო. ძალიან დიდი სამეგობრო. ერთმანეთზე კარგები, მეთქი ასე ვიტყვი. ჩემ ხელები, ჩემზე ოდნავ უფროსები, ოდნავ უმცროსები, ჩემი თაობის საბოლოო ჯამში წარმომადგენლები. ამ სამეგობროს კი გაცილებით კარგად ვიცნობ,
დათოს სამეგობროსაც ხო კარგად ვიცნობ ცხადია, მაგრამ დათოს სამეგობროს გაცილებით კარგად ვიცნობ ბევრს. აკაც არ დავასახელებ სახელებს და გვარებს. ხესპანაშვიძეც შემხვდა 5-6-7. ჩემი ახლობელი მეთქი მეგობარსაც ვერ ვუწოდებ, ახლობელი აი ფართო სანაცნობოწრეიდან. ამ დათოზე ორ სიტყვას ვიტყვი, როგორც არ ვიცნობდი, აქ იგითხარით. მისი ძალიან ახლო მეგობრები რომ ავრცელებენ ვიდეოს ტექსტებს წერენ და ტექსტებს კითხულობ Facebook-ზე და ვიდეო კადრებს უავრცელებენ, კიდევ ერთხელ ვწმუნდები მე რომ აი ინტუიცია ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში არ ვღალატობდა და არც დაუღალატები ვარ, ალბათ არასოდეს არ იშვიათად თუ დაუღალატები ვარ, შთაბეჭდილება რომელიც მქონდა ამ კაცზე შორიდან, აქ იგითხარით, აი ორჯერ თუ მყავს ქალაქში ნანახის ამჯერ. ხო, არ დაუღალატები ვარ ამ ინტუიციას. ყველა ტექსტი არის ერთმანეთზე უკეთესი. ყველა ტექსტი არის აი დადასტურება, აქედანაც უსამძიმრებ მესოფოს და მის და სამეგობროს, ოჯახის წევრებს, სამეგობროს, ბავშვებს. ხო, ისეთია რა, სულში ჩამწდომი ტექსტი და ვიდეოებიც ვრცელდება. ძალიან დიდ პატივს ვცემ აი ლაღ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ვისაც შვილების და საკუთრივ მისი შვილების და საერთოდ აი მეგობრების შვილების მიმართაც აქვს აი რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც მე ვხვდები დამოკიდებულება, როგორც მე ვხვდები გარდაცვლილ დათოს გვარს არც მის გვარს არ გიმხილთ ხო ვინმე ნახავს არ ნახავს და არ აქვს მნიშვნელობა. ქონდა ეს სრულიად გამორჩეული ურთიერთობები და გიждები ეგეთ მამებზე მეთქი მე ესე ვიტყვი არ ვიცი ეგეთ კაცებზე ეგეთ ვაჟკაცებზე ამ რამდენიმე ხნის წინ იცით თქვენ რომ ერთი უშფაზე დაიღუპა ერთი ახალგაზრდა კაცი მასაც რაც წავიკითხე ხო რასაც გავეცანი და შეჩერდები და გაგირბის თვალი და გონება და ფიქრი და მე სივრცეში ხურები და რაღაცები გემართება ხო მასეც მხოლოდ დადებითი მსმენია და ასე შემდეგ მე ერთი ორი ჩემი მეგობარი შემხვდა აქციაზე და მათაც მიამბეს და უყურს ისტორიას მიამბეს და იმ ახალგაზრდა კაცის თაობაზეც მიამბეს მითხრეს ორი სიტყვა. ეხა ისევ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე რომ მივედი იმ პანაშვიდს მიუბრუნდები ინციდენტის შემთხვევა იმ ავტომობილთან დაკავშირებით იცით თქვენ შევედი პანაშვიდზე და აი გარშე ბევრი ჩვენ თანა მოქალაქე იყო ჩემი თაობისა უმრავლეს შემთხვევაში საღამოს დაახლოებით 8 საათია გამოვედი და მე დავინახე ადამიანები 3 წუთი არ გავჩერებული ვარ არა მე 5-6 ადამიანს მივესალმე ახლობლებს ფართო სანაცნობოწრიდან და აი თვალის ერთი მიმოვლებით რომ შეხედავ ხო შევხედე და ვხედავ რომ ერთიანნი არიან ადამიანები რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება კი არა მოკლედ სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზე მყოფი ადამიანები არიან რომლებიც ერთმანეთზე მეტად არიან მწუხარენი ერთმანეთზე მეტად არიან გულნატკენი ერთმანეთზე მეტად არიან გულმოკლულნი ერთმანეთზე მეტად არიან ერთმანეთზე მეტი ჭირის სუფლებიც არიან მეთქი ასე ვიტყვი. ხა სახეზე იერით უმრავლესობას არ ვიცი, მაგრამ ნუ ბევრ მათგანს ვიცნობ. საჯარო პირი არც არის ამ ბევრიდან კიდე ბევრი. მაგრამ მე ხომ ვიცი მსმენია, გამიგია, ვინ ვისი ეგრეთ წოდებული ბაბლის, ხო შეიძლება ხმაღლა თქვამია, მაგრამ რაღაც ვინ რომელ სასტავშია ასე ვიტყვი. ვინ სად არის? და ერთად იდგნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულნი არიან, ნებისმიერ პრაქტიკულად ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე, როცა საუბრობენ, განსხვავებული პოზიციები აქვთ. მაგრამ რაღაცა ამ ადამიანებმა გააერთიანა. ტკივილმა, ხო, რასაკვირველია, ბევრი მეტყვისო, ტკივილმა გააერთიანო, ტრაგედიამ გააერთიანო. არ არის აუცილებელი ყოველ შემთხვევაში და ყოველ შემდეგ ჯერზე ტრაგედია ლოკალური თუ უფრო მასშტაბური აერთიანებდეს ადამიანებს. აერთიანებს შესაძლოა სხვა რამეც, იდეა. აი რა უნდა იყოს იდეა, რა შეიძლება ყოფილიყო იდეა, გარდა იმისა, რომ ჭირი აერთიანებთ იმ ადამიანებისა, ვინც პანაშვიდზე ვნახე მე. რა შეიძლება იყოს მათი საერთო იდეა და მე ფიქრში ეგზად მოდიხარ, უკვე ჩავჯექი მე ავტომობილში და ვიდრე საბურთალობდე, არ ვიცი, ნელისვლით, საშუალოებით. მოდიოდი და სწორედ ამაზე წამივიდა ფიქრის აცობი შეგვხდება აღარ დაარღვევ. ამასკენ წამივიდა, წამექცა ფიქრი,
რა შეიძლება იყოს ამ ადამიანების გაერთიანების, ერთიანობის იდეა. საფრთხის გრძნობა, შეგრძნება. საერთო საფრთხეს თუ გრძნობთ. დიახ, უყურეთ, იმას კი არა, რომ ფული გჭირდება ორივეს და მოდი ამ ერთიანობით გავერთი, ამის გამო, ამ იდეის გარშემო თუ ეს იდეა მაინც და მაინც გავერთიანდეთ. ან პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მოგდიბოდით გავაერთიანოთ ადამიანები იმის გამო, რომ ავუხსნათ მოქალაქეებს კარგად რამდენად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გვექნება. ინდივიდუალურია, ვის რა მარიფათი აქვს და შნო. მე ისეთი მარიფათი და შნო მაქვს ხანდახან ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისა, გამოძრომისა იმ რთული ვითარებიდან, როგორც აღმოჩნდები ხოლმე, რომ სხვა შეიძლება სულაც არა აქვს და მე ვერ გვძნობ, ან ნაკლებად გვძნობ იმ ინფლაციას თუ ლარის დევალვაციას, რომელიც აგეთავს დაგვატყდა. მაგრამ აი როცა საფრთხეს გვძნობთ, ხო? შესაძლოა ჩვენ ერთმანეთს ხარში ამოუდგეთ. ჩვენ განსხვავებულ პოზიციებზე ვდგომნი სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე. საფრთხე უფსკრულისა, უფსკრულში ჩაჩეხვის საფრთხე. არსებობს ასეთი. და ახლა ვის ჩვენთან ერთად არ არის, უშუალოდ ჩემთან ერთად არ არის, შეიძლება მან ისე დამიჭიროს მხარი მე და პირიქით მე დაუჭირო მას მხარი, როცა საერთო საფრთხე გვექნება. აი ამ საერთო საფრთხის თაობაზე უნდა ვესაუბროთ ჩვენ მოქალაქეებს, ჩემი აზრით, უფრო გარდა რაღაც დევალვაციაზე, ინფლაციაზე და ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისა და არა ისეთ თემებზე, რომლებზეც ერთიანობა როგორც ასეთი არ იქნება ან ვერ მიიღწევა. აკი გითხრით რომ შნო და მარიფათი, როცა ლაპარაკობ დევალვაციაზე თუ ეკონომიკურ მძიმე მდგომარეობაზე, ინდივიდუალურია, მაგრამ აი როცა გარდაუვალი საფრთხე მოდის, მოკლედ ესე ვიტყვით, არღონა თუ იწყება, ან უფსკრული თუა ჩვენს წინ, ან ზვავი თუ მოდის, თუ მეწყერი, ან გარდაუვალი ქარიშხალი თუ წყალდიდობა თუ ვულკანი, ამ შემთხვევაში მე ბოდიშის ვიხდი თქვენთან და ფეხებზე მკიდია პოზიცია ჩემივე გუშინდელი ოპონენტისა რაღაც თემაზე და აი ასე მგონია რომ ადამიანები რომლებიც დღეს ტრაგედიამ გააერთიანა ამ ადამიანებს გააერთიანებს საფრთხის შესაძლოა სხვა რამეც მაგრამ საერთო საფრთხის შეგრძნებაც და ყველას უკლებლივ უნდა აეხსნას ბევრს ყოველ შემთხვევაში რა საფრთხის შემცველია ქართული სახელმწიფოსათვის ზოგადად და ინდივიდუალურად თითოეული ოჯახისათვის, თითოეული ქალაქისათვის, უბნისათვის, სამეზობლოსათვის, სანათესაოსათვის, სამეგობროსათვის, ოჯახისათვის და ინდივიდუალურად თითოეული ჩვენგანისათვის და კიდე მომავალი თაობებისთვის ის რასაც აკეთებს თულებოდ არ დავასახელებ, იცით, აი ბიზნე ივანიშვილს აღარ ვახსენებ ახლა. რასაც აქ გვიკეთებს რუსეთი. და როგორც კი ამას აუხსნი, ოღონდ ამაზე ერთი ლექცია კი არ არის საკმარისი და ან 100 ლექცია კი არ არის საკმარისი, ამაზე არის აუცილებელი განუწყვეტელი, აი უსაზღვრო რაოდენობის ლექცია, სულ ლექცია და usრულებელი ლექციები ყველას მხრიდან. როგორც კი ამას აუხსნი, ოღონდ ადამიანურ ენაზე, არა აროგანტული ტონით, ან აროგანტულად, ანუ ქედმაღლურად, არამედ აი მიხვალ და ჩამოართმევ ადამიანებს ხელს სოციალურად შეჭირვებულებს და ეტყვი რომ აი ამ სიტყვას იხბარო შენ იჩეხები შენს წინაშე არის ეს უფსკრული ინდივიდუალურად შენი ოჯახი დაინგრევა აღარ იარსებებს მოისპობა სოციალურად შეჭირვებული იქნება გაცილებით და მე დასრულდება შესაძლო არის და გამორიცხული სულაც არ არის თუ ჩვენ აი ამ გლობალურ ამბავში ვერ გადავრჩებით და რომ გადავრჩეთ ამისთვის საჭიროა ამის და ამის გაკეთება ოღონდ შენ პირველ ყოვლისა უნდა გაისიგრძეგანო რა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე ხარ შენ როგორც ერთი მოქალაქე აი ეს მგონია მე ამიტომ ერთიანობაზე როგორც ასეთზე როცა საუბრობთ და პოლიტიკოსები საუბრობენ აქ ერთიანობაში მაინც და მაინც ის კი არ იგულისხმება რომ დაჭერილმა ნიკამელიამ გიორგი გახარიას ჩამოართვას ხელი ან მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილს გადაეხვიოს სულაც არ არის უბრალოდ საფრთხისა ეს აუცილებელი უბრალოდ საფრთხის შეგრძნება უნდა ჰქონდეთ
იდენტური, ან მეტნაკლებად იდენტური და ეს თუ პოლიტიკოსების დონეზე, განსაკუთრებულ დონეზე კი არ არიან, ეხლა ესე არ გამომივიდეს, მაგრამ პოლიტიკოსები ამას მოახერხებენ, იქნება და ეს გადავრცელდეს, გადმოვრცელდეს საზოგადოებაზეც გასიგრძე განება საფრთხისა, რომელიც ჩვენს ინდივიდუალურად, ჩვენს ოჯახებსაც გვემუქრება და სახელმწიფოს და ქვეყანას ხომ ემუქრება და ემუქრება. აი ამის თქმა მინდოდა და ისე ვუბრუნდები პანაშვილის ამბავს. აი ეს კაცი დაღუპული გარდაცვლილი კაცი დათო. ლავი მეორე არ ვიცნობდი მე. სოფოსთანაც საბოლოო ჯამში სტუდენტობის მეგობარია ჩემი და ძალიან ახლო ურთიერთობა სოფოსთან არ მაქვს სტუდენტობისას ქონდა მეგობრობდით ერთგვარად. და მე მას პატივსცემ ცხადია და მის უშუალო სამეგობროსაც პატივსცემ და ძალიან ახლობლებად მიმაჩნია ისინი დამოუკიდებლად იმის ახლა წელიწადში ორჯერ ნახავ თუ სამ წელიწადში ერთხელ. აი ამგვარი საფრთხეზე არ ვლაპარაკობ, ერთიანობის განცდა ჰქონდა, როგორც მე ვხვდები, ერთიანნი იყვნენ სოფო და დათო და არიან კიდეც ასე ვიტყვი. და კიდევ ის მეგობრები, რომლებიცაც ეხლა მე მივედი და მე ვაკი გითხარით რა 3-5 წუთი გავჩერდი მაქსიმუმ 3-5 წუთი. ასვლიანა ხო? და ვუყურებდი აი ამ ახალგაზრდა ან ჩემი ხნის კაცებს, არა მარტო კაცებს, ქალბატონებს, გოგოებს, კაცებს. შედარებით უფროსებსაც. და ამათ ყველას ჰქონდათ რაღაც ერთიანობის განცდა ამ ოჯახის გარშემო. და აი მე მინდა დაუდასტურო პატივისცემა ოჯახსაც, სამეგობროსაც. როგორც შემიძლია გავიზიარო ის ტკივილი თუ ხო ტკივილი აბა სხვა რა რაც აქვთ და ჰქონდა ამ ოჯახს და აქვს ამ ოჯახს და გაჰყვება ამ ოჯახს და რა ვიცი ჩვენ კი მართლა ხალხო ასე უნდა ვთქვა აბა როგორ ვთქვა გავისიგრძეგანოთ რა კატასტროფის წინაშე ვართ ჩვენ ნახვამდის